სალომე გოგიაშვილი, ჩვენ დავიშალეთ გოგონები ბედნიერებისთვის მზად ვარ მილიონჯერ გავიარო. ტელეწამყვანმა და ინფლუენსერმა სალომე გოგიაშვილმა ბოლო დღეების სოციალურ დრამაში ბოლო სიტყვა განაცხადა. მან საჯაროდ გაასაჯარა ფარული აუდიო ჩანაწერი, სადაც ჩანს მისი მეუღლის, ბიზნესმენი ვახო ნიკოლაიშვილისა და ყოფილი მოდელის ლიკა შენგელიას სატელეფონო საუბარი. ეს ნაბიჯი, როგორც თავად განმარტავს, შანტაჟისა და ცილისმწამებლური შეტევების შეწყვეტის მცდელობა იყო. სალომე განმარტავს, რომ მათ 15 წლიანი ქორწინება ჰქონდათ და ერთად გაზიარებული ცხოვრება იყო როგორც კარგი, ისე ცუდიც სავსე. თუმცა ახლა ურთიერთობა კითხვების ფონზე დარჩა, ჩვენ დავიშალეთ, ხალხს უნდა მოსმენა, თუ როგორ ვლანძღავ ვახოს, მაგრამ ბიჭები მყავს, ვახოსაც უყვართ, საკმარისია, რომ ჩვენი დაშორება ფაქტია, მისთვის მთავარი მოტივაცია არის შვილები. მე უკვე ბედნიერი ვარ, იმდენი ხართ. თუ ჩემი სირთულეების გადატანით ღმერთი მათ არიდებს პრობლემებს, მზად ვარ ყველაფერი კიდევ მილიონჯერ გავიარო. ოღონდ ისინი იყვნენ ბედნიერები, ამბობს სალომე და იქვე აღნიშნავს, რომ იყო მომენტები, როცა გრძნობდა, რომ მამა თუ ხოლოდა გვერდით უფრო თავდაჯერებული იქნებოდა, მაგრამ დღეს ზემოდან იღებს ძალას, იგი აცხადებს, ხალხს უნდა მოსმენა, თუ როგორ ვლანძღავ ვახოს, მაგრამ მე არ ვარ ის ქალი, რომელიც ოჯახს ტოვებს, როცა ყველაფერი რიგზეა, ეს საკმარისია დამაჯერებლად დასასრულებლად.